რა მოხდება თუ გეტყვი, რომ ეს სურათი ჰიერონიმუს ბოსხმა 500 წლის წინ დახატა, მაგრამ აქ დღევანდელი რეალობაა ნაჩვენები. მოდი დეტალები ვნახოთ. ერთი შეხედვით ეს არის ზღვარგადასული ღრეობა, მაგრამ სიმბოლოებს ბევრად ღრმა შინაარსამდე მიუყავართ და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კაცობრიობის ყველაზე უხერხული პორტრეტია. ხომალდი ამ შემთხვევაში ადამიანთა ცხოვრებაა, რომელსაც ღირსეული მესაჭე უნდა ჰყავდეს, მაგრამ ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, რადგან ნედაცემული მგზავრები და მესაჭედ კი მასხარა უზის. საერო და სასულიერო პირები ერთად მისცემიან ღრეობას და აბსოლუტურად გენიალური დეტალი გემს ეხვევიან შიშველი ადამიანები ცარიელი ფიალებით. თითქოს მათი სულიც ასეთივე ცარიელია, რომელიც ისევ მატერიალურის მიღებისკენ ისწრაფვის და ავის რახვებით ივსება. აქ აღარაფერია წმინდა. ჩემთვის ეს შექსპირის 66-ე სონეტის ვიზუალიზაციაა. ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება. მაგიდაზე დგას თეფში ალუბლით და ჭიქა ღვინისთვის, რაც გარყვნილების სიმბოლოა. გამაოგნებელია ხეზე დაკიდებული შემწვარი ბატი და თოკით ჩამოშვებული ბლინი, რომელსაც 5 კაცი მისევია და უმღერის. ბუკი როგორც სიბრძნის სიმბოლო ამ შეშლილ სულელებს ზემოდან სარკაზმით ახსავსე მზერით დასცქერის, რადგან იცის, რაც მოელის სულელთა ხომალდს, ის დაიღუპება თუ არ გამოფხიზლდებიან.